ხვალ არ არსებობს. ეს ბევრად ჭკვიანი ჩანს ახლა ჩემზე, ხო? სიყვარული მქონია ტოქსიკური ელემენტებით. გოგო მაგარი გამოგონება არა. დობა ჩემთვის პეჩენია. ორმაგ სტანდარტებზე ივიპისაც მომახსენდება. პროტესტი არის ჩემთვის ჰიპ-ჰოპი. უფრო სწორად იყო. როდემდე? 2010 წლამდე. ანუ ჰიპ-ჰოპი რამე ახლაც პროტესტია. უფრო სწორად 2010-მდე კი არა 2000 წლამდე. ანუ არ დაუკარგავს ეგ რაღაც რა. просто ეხა ნაკლებად იყენებენ ჰიპ-ჰოპს რაღაცის გასაპროტესტო. ბევრად გავაიცდა უბრალოდ. ჰიპ-ჰოპში პროტესტი. ეგ ჩვენი ბრალია და ჩვენში არტისტებს გულისხმობ. დობა მაგარი მნიშვნელოვანი როჟა. დობაზე გახსენდება რა? სანდომიც, პეჩენი, ალექსენი რო არეკლამებს. ყველაზე სანდოს ეგა? ხო. დობა ჩემთვის პეჩენია. აკაპელა. აკაპელა. პელე მახსენდება ეგრე. აკაპელაზე პელე მახსენდება, მაგრამ მე ძალიან მევასება აკაპელა, რამე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამირეკოთ აკაპელასთან დაკავშირებით. მეც მევასება აკაპელა და ეგრევე და მომინატრა სიმართლე რო. ახალი პროექტი გეთდება, მაგას უყურებ, მაგრამ პირადადაც გამოვცდიდი დიდი სიამოვნებით ნებისმიერ დროს. ისედაც აკაპელას ბაზა არ გვაქვს თავიდან. აკაპელათი დავიწყეთ ყველა. მე მოიგონეს ამათმა BPM ბეთლი არსად არ იყო და პირველი მოიგონა აგერ გიგუნა. ანუ გაუნაცდა რა. ეხა წარმოიდგინე ამას ბიტი რო ედეს, ბიტი რო ედეს. არსა გიგაკვეთენაც. ხო, ჩემთვის როგორც აქ მოყოლილი გიგუნას მონტანას ბეთლს უყურებდა რა და თავის პონჩი ბიტბოქს აკეთებდა და ამას რო ბიტი და მე ბიტბოქსი და ურეკორდებია და პინოზე ჩაუგდია და პინომ ქიქები ამოუშენა რა და მე ნიკი და ტაჰაზბეთ პელე მანდ არ მოვიდა. შეიძლება მაგიტოც არ მოვიდა. ინო ძალიან ნიჭიერი ბიტმეიკერია. მისი ყველა ბიტი მომწონს, რაც გამომიყენები არა არსებობს შენთვის კომფორტული და არა კომფორტული ბიტი, მაგრამ თუ მომწონს ძალიან მომწონს. პინო იცი როგორი თვითონ არევას. მეტრობუმინია. როგორი პროდიუსერია, იცი? ერთი და იგივე დონის კარგი პროდუქტი რო აქვს სულ რა. სტაბილური. და რა თქმა უნდა გვიყვარს ყველას კიდე ძალიან. ხვალ ალბათ ყველაზე ასოცირებული არის მომავალთან. პირდაპირ მნიშვნელობით და გადატანითი მნიშვნელობითაც მომავალი არის. ხვალ რა იქნება, ხვალ როგორ მოხდება? ხუივოზნაი. ხო, ხვალ შეიძლება საერთოდ არ იყოს. ასე რომ ხვალ არ არსებობს. ბაზარი არ არის. არსებობს დღეს. ხვალ არის დრო, როდესაც წინა დღეს დაწერილ ვეთლის რაუნდებს რედაქტირებას უკეთებ. ეს არის ხვალ ფილოსოფიის გარეშე რა. ეხლა მე მრისხანება ჩემ. მაგარი ის კაკისე პოჩერიკის. მრისხანება, აგრესია და კიდე ეგეთი მრისხანების გაბიჭურები, რაც სიტყვებიც არის, ეგენი ჩემში არ ზის. უბრალოდ ზოგჯერ მიწევს, აგერ გიგუნას გონია რომ ზის, მაგრამ არ ზის. შეიძლება დამჭირდეს რა და რამე ეგის მაგრამ ისე ნაკლებად რა მე ვარ chill guy. მე მრისხანებაზე მახსენდება 7 მომაკვდინებელი ცოდვა და ლოცვანში ჩაწერილი მრისხანება თავის განმარტებით. ეს ბევრად ჭკვიანი ჩანს ახლა ჩემზე, ხო? ტოქსიკური სიყვარული. აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვიტყვი მე ამაზე საერთოდ ვერაფერს ვერ ვიტყვი შენ გისმენ ძმაო. ტოქსიკური, ანუ თლად ტოქსიკური სიყვარული არ მქონია, მაგრამ სიყვარული მქონია ტოქსიკური ელემენტებით, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნო არის. მაგრამ იმ პერიოდში უბრალოდ განიცდი, ანუ მიხვედრის დონეზე ვერ ხვდები რომ ეგ არასასიამოვნო არის. იმიტომ რომ მაგას მეორე მხრიდან რაღაც ჯაჭვურად ახლავს ის რაღაცა სიამოვნება, რის გამოც შენ მან ჩერდები რა. და უკვე მაშინ ხვდები მაგას მიხვედრის დონეზე და გაანალიზების დონეზე, როცა ეგ ურთიერთობა უკვე დამთავრებულია რა. ან თუ ხვდები, ეგრევე გამოდიხარ, ანუ რაღაც დროის ხაზიდან გასვლას გავს რა. თუ გამოხვედი, ესე იგი всё ის დარჩა იქ. ბაზარია რა. ახლა გაჩვენებ კაენი აბელს როგორ ფატრავს. ონლაინზე ყოველთვის ის საშინელი საღამო მახსენდება, როდესაც ქარიშხლების ხმა კორპუსებს ეხეთქებოდა და რაღაცა ცუდის შეგრძნება მქონდა. ეგრე აგიხდეს ყველაფერი 10 წუთში დაიდო კამის პასუხი ჩემ დისზე და მიწა ჩამიწყდა. რაღაცა და ცინკვესები ხარ. შენ ხო არ იტყოდი რამე კაენის და აბელის ინციდენტზე? შიში? შიშზე მახსენდება პანი არის მითიური არსება, საიდან გამომდინარედაც დაინერგა სიტყვა პანიკა და მერე პანიკური შიში. პანები იყვნენ ტიპები, რომლებიც ბერძნების უკან დარბოდნენ და შიშის ზარს ძემდნენ მათ და შესაბამისად მაქედან წარმოიშვა სიტყვა პანიკა. ეგ მომდის შიშზე პირველი. მე გველი მახსენდება, მარტო გველის მეშინია მეტი არაფრის და არავის. ორმაგი სტანდარტები. ორმაგ სტანდარტებზე შენ დაიწყე და ორმაგ სტანდარტებზე ივიპისაც მომახსენდება. გოგოზე მახსენდება კისკისა ეგრევე. მე კოპწია. გოგო მაგარი გამოგონება არა.
გოგოჩი მეტი გამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული მექანიზმია რა გოგო რა. იმიტომ რომ პირდაპირ ანუ სიგიჟია, მაგრამ შეიძლება იყოს ყველაზე დიდი მოტივატორი და აგრეთვე დემოტივატორი რა. ამიტომ გოგო რაღაცნაირი სტრანი, გოგო სტრანია. შემდეგი, შენ რა შეთქვი გოგოზე? გეთახმები არა, აბსოლუტურად. მე ძალიან მიყვარს ჩემი მსმენელი, ძალიან დიდი დოზით სითბოს ვიღებ ყოველდღიურად და ფოტოებზე და რაღაცებზე რომ რამე ნუ გერიდებათ მოსვლა, იმიტომ რომ წერთ დღეს გნახე და მომერიდა და რაღაცებს. მე თქვენზე მეტად მერიდება. რომ მოდიხართ. სტოკჰოლმის სინდრომი. სტოკჰოლმის სინდრომზე მახსენდება ეგრევე მელას თავის მახრჩობელა უყვარდა. მეტი არაფერი. ნიკი სლოუს მზერა. ძალიან ანუ ტოპ 2 ბრუტალური რამეა დედამიწაზე, ანუ რაც მინახავს გამომიცდია, შემიგრძვნია. უნდა დაუბრუნდე წინა ფურცელს შიშს. იმიტომ რომ ნიკი ნიკი ყველაზე კარგი ვილენია რა და რამე გობლინს ან რამეს ვათამაშებდი გულწრფელად, იმიტომ რომ ხო რა ნიკი მიყვარს. დამცირება არის ის, რასაც ბანი უშვება ოპონენტს. ეს მე არა, მაგრამ ანუ ბეთლი დამცირების ერთ-ერთი ფორმაა რაღაც პონჩი რა. ანუ ამცირება ვარაშვები. მომენტ. ნოსტალგია. ყველაზე ნოსტალგიური არის Flows პირველი სეზონი. ძალიან ნოსტალგია, რომ ვუყურებ სუნს გრძნობ რა სინაბარში და იქ ტահას რო არ ვიცნობთ და იქ იქ ნეტარას კითხულობს და ეგ ყველაფერი არის ძალიან ნოსტალგიური. ჩემი ლურჯი მაიკა, Adidas-ის შარვალი, ყლე პრიჩოსკა.